ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის იმ მომღერლის მასპინძლობა, ახლა რომ შემობრძანდება ჩვენი შოუ სტუდიაში. გთხოვთ შეეგებოთ ყველასათვის საყვარელი მომღერალი ქალბატონი მანანა თოდაძე. მანანა ძვირფასო, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. როდესაც ვთქვი, რომ ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მართლაც ასე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე და შენ როგორ წესი გეკითხებიან, რომ როგორ ახერხებ, რომ ასე ლამაზად გამოიყურები, ასე ახალგაზრდულად გამოიყურები და მე სხვა რამე მინდა კითხო. როგორ ხდება და რა ფენომენია, რომ მართლაც ყველა თაობის, აი თინეიჯერებიც კი ასე ჩართული არიან შენ შემოქმედებაში და მართლა ასე გულწრფელ სიყვარულს გიდასტურებენ. პირველ რიგში გია იცი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ უნდა გიყვარდეს შენი საქმე კარგად. მე თვითონ ვარ ძალიან ისეთი დაუწყნარებელი, სულ ძიებაში ვარ. მინდა რომ დროს არ ჩამორჩე, მინდა რომ აი არ გაუსრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფეხ ვიარო. და ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდობამაც შეიყვარა ჩემი სიმღერები და ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის სიყვარული. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და ის ადამიანები, ვისთვისაც ასრულებ თელ შენ შემოქმედებას. ესეა ნამდვილად. გარდა იმისა, რომ ყოველთვის შესანიშნავად გიჟღერს ხმა და მართლაც არავის ახსოვს შენს მიერ ან ჩაგდებული, ან ოდნავ დაბალი ხარისხით შესრულებული, ისე შენ რო არ გეკადრება, არც სპექტაკლი, არც ცალკეული გამოსვლა თუ სოლო კონცერტზე აღარ არის საუბარი და ეს ყველასთვის ცნობილია, ეს ახალი არ არის, მაგრამ გარდა ამისა, ყოველთვის ესე გამორჩეულად ლამაზად გამოიყურები ხოლმე. ეს ეხება როგორც შენ სოლო გამოსვლებს, ისე დუეტებში. მაგრამ ერთი დუეტი მახსოვს, სადაც შენმა მეწყვილემ, აი ამ ნიშნით, რასაც აი ჩასულობა ქვია, ნამდვილად დაგჩრდილა და თუ იცი აი რომელი დუეტი იყო ეს? ვინ დამჭრდილა? გია ჯაჯანიძე. ბევრად ელვარე იყო მინდა გითხრა. და გადატარითი მნიშვნელობით. ნამდვილად დამჭრდილა, მაგას ვერ დავეწევი და ვერ გავასწრებ ალბათ. მაგრამ შეპირებულია ახლა რომ უნდა წამიყვანოს მკერავთან და რაღაცა სასწაულად რაღაცას აკერინებს ჩემთვის, თავის დიზაინით და რა იქნება მაგაზე გარანტიას ვერ მოხდება. შენ თავს ვერ დადეს, ხო? ესე იგი, ათლეტების ცნობილი სიმღერა ალექსანდრე ვასილაიძის ფანტასტიკური, რომელი ერთი არ აქვს გამორჩეული, მაგრამ დაწყნარდი გულო, რომელსაც შენ ასე წინვალეთ ასრულებდა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ინტერპრეტაციით და ესე იგი, დაწყნარდი გულო, მე მგონი ყველაზე მეტად შენ მოგერგო მაშინ, როდესაც სულ სხვა ბობოქარ ხასიათზე იყავი, ჯენი ჯოპლინის რეპერტუარს ასრულებდი როკ სიმღერაზე და მე მგონი მართლა დაგაწყნარა ხო ამ სიმღერამ? ამ სიმღერამ დამაწყნარა და სხვათა შორის გია, ეგ იყო ჩემი პირველი სიმღერა ივერიაში. კი, მახსოვს. აი ფილმისთვის რო იწერებოდა, მაშინ ფილმს რო იღებდნენ ბიჭები გემზე იყვნენ იმ პერიოდში და სტუდიაში ჩავიწერეთ ეგ სიმღერა და აი მე თვითონ ისე მომეწონა რაღაცა სიმშვიდე სიწყნარე რომ გადავედი უკვე მაგ სტილზე ხო ხდები. მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს, ჯოპლინსაც ვღერი ვარ და ელა ფიჯერალდსაც. კი ბატონო, არაფერი დაგიწვია. არა. მას შემდგომ რა ჩვენ ერთად ვიყავით ჩვენთვის ერთნაირად საყვარელ პროექტში და რაც თავარია ჩვენი მაყურებლისთვის მიმღერე, ამის შემდეგ ჩვენ ერთად არ ყოფილვართ ჩვენი შოუ სტუდიაში და მითხარი როგორ გახსენდება აი ეს ლამაზი დღეები. იცი როგორი ბედნიერი ვარ, არაჩვეულებრივი გაკეთებული იყო ეს პროექტი და ყველაფერთან ერთად აი მონაწილეები, იმდენად თბილები, ყურადღებიანები, მოსიყვარულეები, მე ყველა მიყვარს, გიჟდები, ისე შემიყვარდა ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა იქ. და ერთმანეთს როგორ გულშემატკივრობდით და აი ეს გულწრფელობა იცი როგორ ჩანს, მაყურებელიც ამას ამჩნევს და იმიტომ არის მაყურებელი შეყვარებული ამ პროექტზე, რომ აქ არის გულწრფელობა და ნამდვილი ჭეშმარიტი ხელოვნება. ცოცხალი შესრულება. მე ერთი რამ მინდა უთხრა მაყურებელს, შემოგვიფასო მანანა, რომ შორეულ 90-იან წლებში, როდესაც რთული პერიოდი იდგა, მაშინ შენ ხელმძღვანელობდი თბილისში საბავშვო სტუდიას სახელად პრესტიჟი. და ერთი ეპიზოდი მინდა რომ მოუყო ჩვენს მაყურებელს, როდესაც თქვენ გააკეთეთ სპექტაკლი ვის უცინის მზე. მაშინ სრულიად აცდენილი იყო იმ რეალობას, როდესაც იყო ტანკები, სამოქალაქო ომი და სულ სხვა პირქუში რეალობა იყო და არ დამავიწყდება რომ გერმანიაში ფესტივალზე ნამხელა აღიარება მოიპოვა აი თქვენმა სპექტაკლმა და იაპონელებმა დოკუმენტური ფილმის გადაიღეს აქტოვანებულებმა იმ ფაქტით როგორ შეძელით და სანთლის შუქზე როგორ დადგით აი ესეთი გამორჩეული სპექტაკლიო და აი ესეც მინდოდა მე თქვა ჩვენი შოუს მაყურებლისთვის ბევრმა არ იცის ამის შესახებ.
მანანა ვიფასო დღეს რა სიმღერა მოგვიტანე ჩვენს გადაცემაში? მე მოვიტანე დღეს სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით მარი აბრამიშვილის ლექსზე ოვანოვის სიმღერა ის ქალი მე ვარ. და აი მე ვფიქრობ რომ ყველა ქალი მიიღებს თავის თავზე ამას, იმიტომ რომ ეს ქალებისთვის არის ეს სიმღერა დაწერილი და მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. უღრმესი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მანანა თოდაძეს.